მთელი 4 კაციანი ამალა მელოდებოდა გამომწერების და აბა როგორ არ მოვსულიყავი. აუ, იქით ვიყურები, ვერ მივეჩვიე, რომ აქ უნდა ვიყურო. და თან ის ამოტრიალებული რომ მაქვს ტელეფონი, რაღაცა გაწერილი ვჩანვარ და სასტიკად არ მომწონს. 7 წუთი საღამო გვაქვს. არ ვიცი, ვიგუნგლავეთ თოლში კარგად, მე ამოვედით. სანამ ბუბუ მოვაწესრიგე, სანამ სახლი მოვაწესრიგე. ზოგადად დღის მეორე ნახევარში ბევრად უფრო პროდუქტიული ვარ ხოლმე, ვიდრე დილით. ნუ დილა საერთოდ ჩემთვის არ არის. და დღის მეორე ნახევარში კარგად ჯანზე მოვდივარ ხოლმე და მაინც იქ მაქვს თვალები. მოკეთ გამოიღედე. ჩამართვევინე სუპერმამიკოები. ოღონდ არ დააძინო. და სუპერმამიკოებს კი არა, ყველაფერს უყურებენ, ყველაფერს გააკეთებენ. არ ვიცი, ძილის წინ, უკვე ძილის დრო რომ მოდის, მაშინ მოდიან რაღაც არამხორკნიურ ენერგიაზე. ბოლოს მე შემოვხში ტელევიზორთან. თვითონ თამაშობენ, პრინციპში ცუდი არ არის, კარგია. თამაში უყვართ, განსაკუთრებით პატარას. ბოლო დროს ძალიან გვიან ვიძინებ. ოღონდ, ნუ გვიან ყოველთვის ვიძინებდი ხოლმე 12 პირველ საათზე. მაგრამ ამ ბოლოს უკვე არ ვიცი, 3-4 საათამდე გადავწიე და ძალიან არ მომწონს, სხვათა შორის მაწუხებს უკვე. კიდევ კარგი სკოლიდან მეორე სმენები არიან, მაგრამ დილით მაინც გვაქვს ხოლმე სადღაც 11 საათიდან სარბენი და უკვე მიჭირს ძალიან. იმედია ჩავჯდები რეჟიმში, საერთოდ აი ყველანაირად ამოვარდნილი ვარ ყველაფრიდან. თალკი ისეთი გამიშეშდა. ძალიან დიდი ვჩანვარ. არა 20 კილო, მაგრამ არც ოთხელა არის ეს. ჩემი საერთოდ გაშერა სავარაუდოდ. გამოვიდოს და დავწოცოთ. დღევანდელი დილა შედარებით ადრე დავიწყეთ. ისაუზმეს ბავშვებმა და დიდად არც არაფერს მიირთმევენ ახალი გაღვიძებულები. მალევე გაიქცნენ სათამაშოდ და მეც შევუდექი ჩემს საქმეს. დალაგების პროცესი განსაკუთრებით მსიამოვნებს მაშინ, როცა ფეხებში არავინ მებლანდება. ამიტომ ვისარგებლე სიტუაციით, მარტო ყოფნით და დავიწყე. მთელი არდადეგები მიშვებულები იყვნენ. თავის ნებაზე სათავსოები აქვთ მოსაწესრიგებელი, სასკოლო ნივთები, ჩანთები, არ ვიცი, ყველაფერი გადასარჩევია და ესე გემრიელად აღარც დამილაგებია. ხან ჩვენ ყავდა სტუმრები, ხან ჩვენ ვიყავით სტუმრად და მოკლედ იგუგუნეს ბავშვებმა. აქ შიგადაში თქვენს განწყობაზე ვზრუნავ, გართობთ, რომ არ მოიწყინოთ, ხასიათზე რომ მოხვიდეთ თან დალაგების. მეც რომ არ ნებდები კი ხედავთ, მივდექი ამასობაში საწერ მაგიდას დავასუფთავე, მოვაშორე ზედმეტი ნივთები. ერთმანეთში იყო უკვე არეული ყველაფერი, გავასუფთავე ჩანთები ბავშვების, ამოვალაგე უბრალოდ უმრავი ეს მამარდას ფანები რომ არიან ეთყობათ. აქ უკვე ამობრძანდნენ სახლში და იყვებოდნენ თამაშის ამბებს. დავფერთხე ჩანთა და სახეზეც მეტყობა რომ რაღაც აღმოვაჩინე. რასაც აქ არის პოვია, ისასწაულია მოკლედ. პატარას ჩანთა მაინც იქ ფანქრების წვერებით შევამოწმე. რამე ხوار იყო გასაცლელი, გავუმზადებ ხოლმე რომ რაღაცა ქაოსი არ გამოიწვიონ კლასში. პატარას ეხება ეს ძირითადად და არა უფროს. ახლა გიორგის ჩანთის ჯერია, გიორგი არის მე-7 კლასში. და მის ჩანთაშიც სასწაული ამბები ხდება ხოლმე, ზოგადად ისე ეზარება, მოლაგება და ჩალაგება. ყოველთვის ყველა წიგნი უდევს ჩანთაში და სულ ამაზეა ხოლმე კამათი, იმიტომ რომ ისედაც ძალიან მძიმეა ამასაკის ბავშვების ჩანთა. ამასაკის კი არა, მე-3 კლასელი ბავშვის ჩანთაც ძალიან მძიმეა და განსაკუთრებით როდესაც ისტი აქვთ ხოლმე. გადავარჩიეთ ყველაფერი ერთად, დამეხმარა თავადაც, რაც არ ჭირდებოდა გაიტანა. და ჩანთა გავუშვით გასარეცხად, მივადექი უკვე უშუალოდ თაროებს, კი არა და უჯრებს. ერთი-ერთისაა, ანუ პირველი უჯრა არის დათასი, მეორე უჯრა გიორგისი, მხოლოდ სასკოლო წიგნები და რვეულები აქვთ ჩალაგებული აქვს და მესამე საერთო. აქაც გადავარჩიეთ ყველაფერი, მაგრამ მე მგონი კიდევ გადასარჩევი მაქვს, ალბათ 1-2 დღეში მაქსიმუმ, იმიტომ რომ უკვე პირველი ნაწილი უნდა გავატანო სკოლაში, ან უბრალოდ გადავინახოთ და მეორე ნაწილები ამოვალაგო.
ეს ხელთათმალი ჩემი მარჯვენა ხელი ალბათ 4 ან 5 წელიწადია ძალიან მიყვარს და ძალიან კომფორტულია სხვათა შორის განსაკუთრებით ეს უჯრებს, როდესაც ვასუფთავებ, ისედაც ბევრ რამეზე კარგად ვიყენებ ძალიან. ამასობაში გავედი ბოლოში თითქმის მილაგდან ხმას ვადებ ახლა. ცოტა მოგვიანებით რა თქმა უნდა, სამზარეულოში ვარ და ბლინებს ვაწყობ თან. ამ წიგნს გიორგი კითხულობს, ოღონდ როდის დაამთავრებს, არც მე ვიცი და არც თავად. ბოლოს მტვერს ასრუტით შემოვურბინე, რაც დავყარე მე თვითონ მივხედე, აქ ცოტა წავივარჯიშე, არა გატყუებთ ვარჯიში ჩემი ძალიან სუსტი მხარია და საერთოდ არ მაიჭებს სიამოვნებას ეგ გირიც ეგრეთებს უბრალოდ. ბარემ კარებს შემოვურბინე, თითებით სადამდეც წვდებიან, იქამდე სულ გათუთხნული აქვთ ხოლმე, დღეში 9 ჯერ უნდა წმენდა. და მე მგონი მშვენიერი შედეგია, რა ვიცი, მე გიკმაყოფილი ვარ აგერ საკუთარი თავით და ბოლოს გემრიელი და ცხელცხელი ყავაც დავიმსახურე, ხო დავიმსახურე. გამოიწერეთ ჩემი გვერდი, ვინც ბოლომდე შემორჩით ვიდეოს და ვინც მიყურეთ, ძალიან გამახარებთ.